ეგეოსის ოდისეა საკრუიზო გემი ბათუმის ნავსადგურში დღეს დილით შემოვიდა. გემს 350-მდე ბრიტანელი ტურისტი ჩამოხვა. ტურისტები ბათუმში დღის ბოლომდე დარჩებიან, ისინი ბოტანიკურ ბაღსა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. დღესვე ტურისტებისთვის ფოლკლორული ანსამბლი მწვერვალი გემზე კონცერტს გამართავს. გემი ბათუმში ტრაპიზონიდან შემოვიდა, ბათუმიდან კი სოჩში გაემგზავრება. კრუიზი შავი ზღვის ქვეყნების დათვალიერებას ითვალისწინებს. ეგეოსის ოდისეა ბათუმში ტურისტული კომპანია აჭარა ტურის ორგანიზებით ჩამოვიდა. ჩამოვიდა სტამბოლიდან, ეხლა ძირითადად არიან ბრიტანელები, ეკიპაჟის წევრები, ჩვენთან დაათვალიერებენ. პირველად არიან საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ჩვენთან დაათვალიერებენ ეხლა ბოტანიკურ ბაღს და დღის ბოლომდე იქნებიან აქ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩამოსვლა, იმიტომ რომ ტურიზმი ვითარდება ბათუმში. კანადიდან ჩამოვედი, ადრე საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ. გემბანიდან დავინახე შენობები და მაინტერესებს როგორი არქიტექტურაა. დავათვალიერებთ ბოტანიკურ ბაღს და ბათუმის ქუჩებშიც გავისეირნებთ.